მთავრობის კანცელარიაში დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით დადგენილი 36 საკითხი განიხილა. დამტკიცდა პროექტის სახელმწიფო პროგრამა აწარმოეს საქართველოში ცვლილებების შეტანის შესახებაც, რომლის მიხედვითაც მეწარმეების მეტი ხელშეწყობის მიზნით პროგრამის გარკვეული მიმართულებები გაუმჯობესდება. მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ თავდაცვის მინისტრთან მიმართებაში გამოთქმული ბრალდების შესახებაც ისაუბრა. კვირიკაშვილმა დეპუტატის ბრალდებას მიუღებელი უწოდა და განმარტა, რომ მსგავსი გამონათქვამები არა მხოლოდ ერთი პარტიისთვის, არამედ მთავრობისთვის შემარცხვენელია. მისი განმარტებით მსგავსი სახის შეკითხვები სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს. საქმე გოგი თოფაძის იმ განცხადებას ეხება, რომელიც დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. თოფაძემ თინა ხიდაშელის საგარეჯოში საპარლამენტო არჩევნებისას ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა. ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩვენი კოალიციის, მე კიდევ ერთხელ ვამბობ და არაერთხელ მithქვამს ჩემს განცხადებებში, ყველა ადამიანი, ვინც მზად არის, რომ ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი და ეს ტვირთი არ არის მსუბუქი და ვინც მზად არის, რომ იმ პრინციპებით და იმ ხედვით, რომელი ხედვითაც ჩვენ მივდივართ წინ, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მზად ვართ, რომ კარი გავუღოთ. პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური შედეგები გაახმაურა. სტრუქტურამ ამოღებული ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძის შვილთან ერთად უროთი ხელში. პროკურატურის ცნობით მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის იარაღი ურო მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა. ფაქტს მაღაზიის გამყიდველის ჩვენებაც ადასტურებს. პროკურატურამ ფოტომასალაც გაავრცელა, რომელიც ადასტურებს, რომ მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიებამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა, რის შედეგადაც გაწმენდილი სისხლის კვალის სურათებზე ლურჯი ფერით მოჩანს. სისხლის კვალი აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზეც, რაც მოწმობს იმას, რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე ომარ ქაფიაშვილის სხეული გადაადგილებულია ოთახიდან და არა დერეფნიდან, როგორც ამას ჩვენებაში მაგდა პაპიძე უთითებს. პროკურატურის განცხადებით საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობა საზოგადოებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა მინისტრმა შეხვედრა იტალიელ კოლეგასთან გამართა. მინისტრებმა აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეებს შორის შეხვედრა პირველად გაიმართა. მინისტრებმა აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო კვლევების შედეგების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ოთარ დანელიამ ყურადღება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბაზრების დივერსიფიკაციისა და საექსპორტო პოტენციალის მქონე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იდენტიფიცირებაზე აქტიურად მუშაობს. დანელიამ იტალიელი კოლეგა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში მოიწვია. ეს გახლდათ ისტორიული შეხვედრა, არც მეტი არც ნაკლები, იმიტომ რომ პირველად მოხდა საქართველოსა და იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის შეხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეხლა იწყება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ გვაქვს ძალიან კომპლექსური მემორანდუმი, რომელსაც დღეს ასევე ხელი მოვაწერეთ და გაზაფხულზე ქმედითი ღონისძიებები იწყება. ჩვენ ასევე ველოდებით სტუმრად უკვე საპასუხო ვიზიტით იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მათ შორის რა თქმა უნდა ევროინტეგრაციის ნაწილში თანამშრომლობა და მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება და მათ შორის ისეთ ძლიერი ქვეყნებისგან, როგორიც არის იტალია. უშუალოდ სოფლის მეურნეობის კუთხით იქნება ეს აგროტურიზმი, იქნება ქართული პროდუქტების ხელშეწყობის ერთიანი კამპანია, რომელიც ევროპაში განხორციელდება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ახალი ეპოქის დასაწყისი ჩვენს ურთიერთობებში. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა გარკვეული თვალსაზრისით ისტორიული ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითქმის 1 საათიანი შეხვედრის დროს იყო კონკრეტიკაზე საუბარი, ძალიან კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებზე იყო საუბარი. ფაქტობრივად არ დარჩენილა სოფლის მეურნეობის არც ერთი სფერო, სადაც მინისტრები არ შეთანხმდნენ თანამშრომლობის თაობაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და იტალიის შორის ურთიერთობების ახალი ფაზა, თვისობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყება. ასე რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო და დროული შეხვედრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, საპატრულო პოლიციისა და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, გარემოს დაცვის სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტების თანამშრომლებთან გაიმართა. შეხვედრაზე აეროპორტში იმ სისტემის დამონტაჟების გეგმა განიხილეს, რომელიც მგზავრთა შორის საერთაშორისო ძებნილი პირების იდენტიფიცირებას და ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას უზრუნველყოფს. იმსჯელეს ბიოქიმიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებზე მუშაობის სპეციფიკაზეც მხარეებმა სამომავლოდ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მხარდაჭერი ტრენინგების ჩატარებისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შესაბამისი აღჭურვილობის განთავსება უზრუნველყოფის საკითხებზეც ისაუბრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს სასწრაფო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია სამომავლოდ მგზავრთა შორის მოხდეს საერთაშორისო ძებნილის იდენტიფიცირება სპეციალური აპარატურის მეშვეობით. Thank you very much for having us here in Georgia. We're happy to work together with our colleagues from Georgian law enforcement authorities. The representatives of Interpol are from different units, and we have an idea to bring together different counterparts in order to conduct the operation, including the facial recognition system, which is first time in the history tested here in Georgia, and we really hope to get a lot of different ideas how to develop the system in the future to conduct the next operations focusing on facial recognition system. This operation here is the pilot one, so we will be testing our team, we will be testing our equipment, we will be testing our ideas. იმერეთის რეგიონში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტის სამტრედიის მოსახლეობას პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ განათლების მინისტრის მოადგილესა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ერთად წარუდგინა. რეფორმა განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას და სასწავლო დაწესებულებების საჭირო ტექნიკით აღჭურვილს გულისხმობს. პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები და აღმზრდელი პედაგოგები ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება სკოლამდელი განათლების სფეროში. ეს კანონ პროექტი დაარებულებს სკოლამდელ განათლებას როგორც ადრეულ, ასევე წინასასკოლო პერიოდში. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში განხილვებს იმ ადამიანებთან საუბარს, ვინც უნდა იყვნენ განმახორციელებელები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ განათლების კომპონენტი უკვე შევიდა ადრეული აღზრდისა და განათლების კონტექსტში, რაც აქამდე არ ყოფილა. ამიტომ ყველა ის შეკითხვა, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც აქ გაჩნდება, არის ჩვენი მხრიდან პასუხგასაცემი და გასათვალისწინებელი. ჩვენ ნახეთ, როგორი დიდი ინტერესი იყო პროექტის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი რეფორმა, მომავლის რეფორმა, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ბავშვებისთვის, როგორც აღზრდის, ისე განათლების კომპონენტის შერწყმა და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ უფასოდ მიაწოდოს ყველა საუკეთესო პირობებულ ბავშვებს. აქ იგულისხმება როგორც აღზრდა განათლების, ასევე ინფრასტრუქტურის ტექნიკური საშუალებების ახალი აღჭურვილობის, ახალი სტანდარტების ბაგაბაღები და ყველა იმ საუკეთესო პირობის გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები. ამისთვის სახელმწიფო პრიორიტეტად აცხადებს სკოლამდელი დაწესებულებების ბავშვებისთვის, აღზრდისა და განათლებისთვის სრულ მხარდაჭერას და ნახეთ, როგორი ინტერესი ჰქონდა და მოწოდება ამ პროექტს. საბურთალოს რაიონის გამგებელმა გამგეობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. ბექა მიქაუტაძემ გამარჯვებულებს სიგელები, ასევე 500, 250 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. კონკურსი რაიონში გარემოს კეთილმოწყობის მიზნით სტუდენტების მიერ შექმნილ პროექტებს შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზნით ჩატარდა. ინოვაცია გამგეობასა და გარემოს დიზაინის მოდულის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. პირველ ადგილზე გასული პროექტის მიხედვით საბურთალოს რაიონის გამგეობა 2 სკვერს მიმდინარე წელს მოაწყობს. ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელა საბურთალოს რაიონის გამგეობამ ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად, დიზაინის ფაკულტეტთან ერთად, რადგანაც ჩვენ გამოვაცხადეთ ერთობლივი კონკურსი 2 სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს აქარიდისა და ნუცუბიდის ქუჩებს შორის, ეზოებში. წარმოადგენდა იქნა 22 ნამუშევარი სტუდენტების მიერ, საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები
დღეს გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშე ესკიზების მიხედვით საბურთალოს რაიონის გამგეობა გამოაცხადებს ტენდერს და სკვერი მოეწყობა აღნიშნული პროექტის მიხედვით. ჩვენ ერთის მხრივ ახალისეთ სტუდენტებს და მეორეს მხრივ ქალაქს რაც ასე ჭირდება სწორი რეკრეაციული განვითარება რეკრეაციის, ამასაც უზრუნველყოფთ. ეს არის დასაწყისი. მომავალში კიდევ ბევრი პროექტები იქნება და ჩვენ ამ სტუდენტებთან გვექნება ურთიერთობა. ძალიან შრომატევადი პროექტი იყო და მე შევეცადე მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩემი იდეა და ხედვა ამ პროექტში და ვეცადე რომ საკუთარი რაღაცები შემეტანა ამ პარკის დაგეგმარებისას. შევეცადე რომ რაღაც ახალი და თანამედროვე შემომეტანა თბილისის იმ პატარა მონაკვეთში და რაღაც სიცოცხლე მიმენიჭებინა თუნდაც ზაქარიაძის ქუჩის კუთხისთვის, რომელიც ახლა ასე ვთქვათ უსახურ მდგომარეობაშია.